თანამშრომლებს. იმართლა თანამშრომლებს ოფიციალურად რუსეთის მონეტის ამერიკა ისეთი შოვარსკოლის რომელიც პოლიციის იყო შოვარსკოელი. მიუხედავად ფალერები მოწოდებისა შეეცდა აღმოსავლეთ ფედერალურ პოლიციელისთვის ის არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას, ამასთანავე მოწოდა პოლიციელებს წინააღმდეგობას. ვინაიდან ამოწოდებას მოქმედების უპირატესობა ამასთან დაკავებული იქნა ხალხური ზია ამაღლობელი საფუძველზე პოლიციას დაკავების უფლების განხორციელება საერთოდ არ შეეძლო, იმიტომ რომ ასეთ უფლებას მას კანონი არ აძლევდა. ამის მიუხედავად პოლიციელებს ის უკვე დაკავებული ყავდათ, ანუ იყო ფაქტობრივი მოცემულობა, რომ სტიკერის გაყრის გამო ზიაობა დაკავებული იყო და ის უკვე ყავდათ პოლიციის შენობაში შეყვანილი. ამიტომ პოლიციას დაჭირდა მოიფიქრებინა, რა შეიძლება ყოფილიყო სხვა ისეთი მუხლი, რა შეიძლება მათ ჩაეწერა დოგმში, იმისთვის, რომ ზიას უკანონო თავისუფლების შეზღუდვა გაემართლებინათ რაიმე ფორმით. მათ მოიფიქრეს, რომ 150 მუხლის ნაცვლად ჩავწეროთ 173 მუხლი. და მათ ჩაწერეს ოფისში, რომ თითქოს ზია სიტყვის შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ამის გამო დააკავეს. ეს არის ტყუილი და ეს არის სიყალბე, რომელიც მოცემულია როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე სამართალდამცველობის ოფისში.